რაც ახლა ეს ამბები დადრიალდა, ხო, ოლიგარქი. ანუ ეგ რო დაიწერა ეგ სიმღერა, მაშინ ეს ამბები არ იყო. ხო, მაშინ არ იყო, ხო. მაგრამ ოლიგარქი იყო. ის წინავს როგორც ლაკი, ოლიგარქის ტრაკი, ანათებს ვიჭრაკი, ოლიგარქის ტრაკი. მაგრამ იქ მოითხოვს რა ის ვანერად ვერ იტყვი. მით უმეტეს როცა შენ იმ ტიპს ხატავ ხო ვინც ის ელაპარაკობს და ეხა ესე უნდა თქოს და ის გეთაყვას და რაღაცა შენ ჭირიმეს იმ დროს ვერ იტყვი. იმიტომ რომ ისე ავთენტური აღარ იქნება, ბუნებრივი აღარ იქნება. და ეს რასაც შენ ხა ამბობ, ეგ პრობლემა არის არა მარტო მუსიკაში, ქართულში, ზოგადად ლიტერატურაში, კინოში, ადამიანები ისე ლაპარაკობენ როგორც არ ლაპარაკობენ ცხოვრებაში. და ბევრი ამას ვერ გრძნობს სიყალბეს. ეგ არის დიდი პრობლემა, სერიოზული, მაგრამ არის მეორე საშიშროება, რომ შეიძლება არც თუ ისინი ჭერმა კაცმა ამაზე ითამაშოს და გაასაღოს თავი ძალიან ასე ვთქვათ ბუნებრივად და ასეთებიც ყვავს. და სულ ხა ბიჭებს ვეუბნები რომ კაი, ახლა ერთიც და მორჩა. მოდი ეხლაც და აი ეს 1-5 ეგჯერ ეგრე გამოვიდა, იმიტომ რომ სულ ეს თემა არის აქტუალური. ეხლა მე თუ მკითხავ ძალიან კარგი მოსასმენი იქნება რუსთაველს. აი სხვა სიმღერით გამიცნო სამთავრობო, მაგრამ არ გავახსენე. არ ვითხარ.